მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენ გოლმანიძე გახლავართ. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლისაბჭოს მდივანი ბატონი გიორგი ირემაძე. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან ბევრი რამ მოხდა გუშინ და დღეს, მნიშვნელოვანი ამბებით აღინიშნა საერთაშორისო ასპარეზზე ეს დღეები და დავიწყოთ ამაზე საუბარი. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, არის საინტერესო და უმნიშვნელოვანესი ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების საუბარი, რომელიც გუშინ ღამეს ჩვენი დროით ღამე შედგა. როგორც ტრამპა აღნიშნა, მან მე დამჩა აბეჭდილება, რომ ყველა ძირითად პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მათ შორის არის მიღწეული. თვითონ ფორმატ საინტერესო იყო, აი ჩვენ ხო ვართ მიჩვეული სხვადასხვა ბიუროკრატიის ხელში, რომ რაღაც იქ პრეზიდენტი რო ვინმეს დაელაპარაკება, იმან უნდა დაავალოს პრესმდივანს ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მე ეს პრესმდივანი ვინმე თანაშემწეს ავალებს, ის აკრიფავს ტექსტს. დიდი ხანი ჭირდება ხოლმე. აი ტრამპს ეს მეთოდი აქვს შემუშავებული. როგორც კი საუბარს მორჩა პუტინთან, პირდაპირ თავის სოციალურ ქსელში დაწერა, ისეთი კარგი ლაპარაკი მქონდა პუტინთან, წავედი ახლა ზელენსკის უნდა დაურეკო და დატოვა სახტად მთელი მსოფლიო შეიძლება ითქვას, რადგან ამას აფასებენ დასავლეთში, როგორც უკრაინის ღალატს, ვინაიდან მოლაპარაკებები რუსეთთან, ისე რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე არ ზის უკრაინა და არ არის ევროპა, ესო არისო ღალატიო. საინტერესოა თქვენ როგორ აფასებთ, არის ეს მართლაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ღალატი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებ პატრიოტულ მაყურებელს. იცით რა არის, არც ისე ასე ვთქვათ, მარტივად არის სიტუაცია, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერზე შედგა მოლაპარაკება, ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა. ჯერ მოლაპარაკების პროცესი, მე ვფიქრობ, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 20 იანვრის როდესაც გახდა ტრამპი პრეზიდენტი, მას შემდეგ მიმდინარეობს, თუ რა თქმა უნდა შეიძლება ნაწილობრივ არაოფიციალურად, ნაწილობრივ განცხადებებით იფარგლებიან ზესახელმწიფოების ლიდერები, მაგრამ დღეს რაც მოხდა, უпроსტად გუშინ რაც მოხდა, ანუ ტრამპა რომ დაურეკა ვლადიმერ პუტინს და მოხდა დაიწყო ასე ვთქვათ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ. ამას წინ უძღოდა, რა თქმა უნდა, მთელი რიგი მოვლენები, ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის იქნებოდა მშვიდობისა და კონფლიქტების დასრულების მომხრე და ზუსტად ერთ-ერთი ეს მისი პოზიცია იყო იმის საფუძველი, რომ ის გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაგრამ როდესაც არჩევნები დამთავრდა და ინაუგურაციის მოლოდინში იყო, იქაც გარკვეული პროცესები მიდიოდა. ინაუგურაციაც არ არის, ასე ვთქვათ, ინაუგურაციამდე უпроსტოდ იქ მთელი რიგი საკითხები იყო, რომ გახდებოდა თუ არა პრეზიდენტი იმის მიუხედავად, რომ აირჩიეს არჩევნებზე აირჩიეს და იქ კიდევ თავდასხმაზე იყო ლაპარაკი და ასე შემდეგ. თუმცა ის მართლაც გახდა პრეზიდენტი მიუხედავად იმ დაპირისპირებისა, რაც შეერთებულ შტატებში იყო და შემდეგ უკვე იყო ის ფაქტორი, რომ ტრამპა შეცვალა პოზიცია. ანუ თუ ის ამბობდა, რომ ის იყო მშვიდობის მომხრე და კონფლიქტების დასრულების მომხრე, შემდეგ ინაუგურაციის წიამდე და შემდეგაც ის აცხადებდა, რომ ჯერ სანქციებით დაიმუქრა, რომ თუ არ დამთანხმდებიანო ჩვენს პოზიციაზე მოლაპარაკების დროს ის სანქციებს დაუწესებდა, ხო? და ანუ რუსეთს, ხო, იგივე, ანუ სანქციებს გააძლიერებდა. ეს იყო რა თქმა უნდა შანტაჟის ენით საუბარი და შემდეგ უკვე მან სხვა მიმართულებითაც არა იზოლაციონიზმის პოლიტიკა, არამედ ალბათ ასე ვთქვათ, მიზანი ჰქონდა, რომ ჰეგემონის სტატუსი დაბრუნებოდა, ხო და ესე იგი გრენლანდია, კანადა და სხვა კიდევ პანამა, მექსიკასთან დაკავშირებით უკეთებოდა განცხადებები, რომ ის იქნებოდა, ანუ შემოიერთებდა კანადას და გრენლანდიას და შემდეგ უკვე ჩინეთსაც დაუპირისპირდა
ну იქამდე მცდელობა ჰქონდა რომ ჩინეთი და რუსეთი დაეპირისპირებინა, შემდეგ თქვა რომ არა მე ჩინეთს დაუწესებოთ სატარიფო ომსო და მართლაც მოხდა ეს ტარიფების დაწესება, რაზეც ჩინეთმა უპასუხა რომ ესე იგი უშივლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც გულისხმობს იმას რომ რომლის მიხედვითაც სანქციები მიუღებელია და შემდეგ უკვე ჩინეთმა უპასუხა იმით რომ საპასუხო სატარიფო სანქციები და ფაქტიურად ეს სანქციები იყო 10%-იანი, 15%-იანი ტარიფები ამერიკულ პროდუქციაზე. ანუ ჩინეთმა ღირსეულად, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, ძალიან ხისტად უპასუხა შეერთებული შტატების და კონკრეტულად ტრამპის აი ამ შანტაჟის ენას, ხო? ასევე ევროკავშირმაც, რომელიც ну ფაქტიურად დღესაც ითვლება შეერთებული შტატების ვასალად და ნახევრად კოლონიად, მათაც ისინიც გამოვიდნენ და იგივე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ შეკრიბა ევროკავშირის ლიდერები და განაცხადა რომ ის აღუდგება ტრამპის გეგმას წინ იმ კუთხით რომ არ დაუთმობენ გრენლანდიას, ანუ გრენლანდია რომელიც დანიას მიეკუთვნება და არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ანუ ასეთი დაპირისპირება მიდიოდა და ტრამპს ფაქტიურად ვერ გამოუვიდა მისი გეგმა რომ დაებრუნებინა ჰეგემონის სტატუსი. ჩინეთთან შევიდა კონფრონტაციაში, რუსეთთან როგორც თქვით სანქციების, ასე ვთქვათ, გაძლიერებაზე დაიწყო საუბარი, თუ არ დამთავრდება მოლაპარაკებებს და შემდეგ უკვე დაუპირისპირდა იგივე კანადას, იგივე ანუ კანადა რომელიც ბრიტანეთის პროტექტორატია, ნახევრად კოლონია არის, მისი შემოერთება გრენლანდია, ანუ ესე იგი ევროკავშირს დაუპირისპირდა, ანუ ყველას დაუპირისპირდა, მათ შორის მექსიკასაც, ну ერთადერთი პანამამ ასე ვთქვათ განაცხადა რომ ის დათანხმდებოდა ტრამპის გეგმას. სხვა ერთ-ერთი ქვეყანა ვერ დაითანხმა, ესე იგი შეერთებული შტატები ეს იმაზე მეტყველებს რომ კარგავს ძალაუფლებას და გავლენას მსოფლიოში და შესაბამისად მან ანუ ტრამპმა მიხვდა რომ ესე იგი მას არ გამოსდიოდა აი ეს ჰეგემონის დაბრუნების გეგმა და ასე ვთქვათ იმპერატორო როგორც ნუ ამბობენ შეერთებულ შტატებში ტრამპს უნდა და რომ იმპერატორის სტატუსი დაებრუნებინა, რაც არ გამოუვიდა, ეს ვერ დააშანტაჟა ქვეყნები. და შესაბამისად, როდესაც დაინახა რომ რუსეთი უკვე ასე ვთქვათ ძლიერდება იმ ხრივ რომ იგივე ფრონტის ხაზზე ანუ ძლიერდება იმით, რასაც თავად ტრამპი აკეთებს, რომ ეს კონფრონტაციის პოლიტიკა არ გაუვა და ეს ბუმერანგივით მიუბრუნდება შეერთებულ შტატებს, ანუ უარყოფითი კუთხით და რუსეთის პოზიციები ძლიერდებოდა და ეს დამტკიცდა იმით, რომ როდესაც რუსეთმა ასე ვთქვათ ანუ ვლადიმერ პუტინმა გამართა სატელეფონო საუბარი სი ძინპინთან, შედგა მოლაპარაკება რომ სი ძინპინი დაესწრებოდა 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის თავს, რაც რა თქმა უნდა დიდი ასე ვთქვათ მოვლენა არის და სი ძინპინის დასწრება მსოფლიოსთვის იქნებოდა სიგნალი რომ ეს რუსეთის და ჩინეთის ალიანსი სულ უფრო ძლიერდება და ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გამოუვიდა რუსეთსა და ჩინეთს შორის შუღლი ჩამოეგდო და ამით ესარგებლა თავად ტრამპს. ტრამპი მიხვდა ამ ყველაფერს და იმავე დღეს და აქ მინდა ერთი ასე ვთქვათ ფაქტს გავუსვა ხაზი რომ წინა დღით მე სოციალებში გამოვაქვეყნე ასეთი პოსტი რომ ახლოვდება იალტა 2-ის კონფერენცია, რაც იქნება ლიბერალიზმის დასასრული. და მართლაც დაიწყო ეს მოლაპარაკებები და როგორც გითხარით, ტრამპი იძულებული გახდა, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ეს როგორც ასე ვთქვათ ტრამპის კეთილი ნება და აი მივიდა იქამდე თავისი ასე ვთქვათ აზრით რომ უნდა
მოხდეს სამშვიდობო მოლაპარაკება. არა, კიდე აი ეს რაც ვილაპარაკე, მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ ტრამპი მიხვდა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა გზა არ აქვს. ეს არის მისი მხრიდან იძულებითი ნაბიჯი, ეს გასაგებია და სხვა შორის ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ის მოვიდა ომის დასრულების რიტორიკით, ის მოვიდა, რომ აუცილებლად უნდა დაასრულოს ომი, მას ამ ომის დასრულება ჭირდება ყველა მიზეზის გარეშე. ეს დღე შეიძლება იყოს საინტერესო უკრაინა რას მიიღებს და რას არ მიიღებს, თორე ხვალ ეგეც მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან დარწმუნებული ვარ, იმდენად სწრაფად, არა იმდენად პუტინს ეჩქარება ამ ომის დასრულება, რომელსაც რა თქმა უნდა ეჩქარება, იმიტომ რომ რუსეთი ზარალდება მაინც რაც გინდა იყოს, ხო? ამ ომი ადამიანები იხოცებიან ელემენტარულად. ტრამპის ინტერესებში არანაკლებ შედიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ფორმას ხო გააჩნია ბატონო გიორგი, ეგ არის მთავარი მოლაპარაკებები პუტინთან ომის დასრულებაზე, მაშინ როდესაც მაგიდასთან არის ხდებიან არც უკრაინის, არც ევროპის წარმომადგენლები, ანუ იმ კონტინენტის, რომელმაც ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა ამ ომში და სავარაუდოდ კიდე მოუწევს კიდე უფრო დიდი ფასის გადახდა, მერე უკვე ამ ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ეს რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობათან, საერთოდ აი ამ პროდასავლურ ვექტორს ამიერიდან რა პერსპექტივა შეიძლება კონდეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის. ტრამპმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მისი უახლოესი მოკავშირე ევროკავშირის აზრი ფაქტიურად არ აინტერესებს ამ ომში, იმიტომ რომ ის აპირებს მოლაპარაკებებს პუტინთან, ის აპირებს კი არა, აწყობს უკვე მოლაპარაკებებს პუტინთან, ისე რომ არც კი ინტერესდება ამაზე მოკავშირე ქვეყნების პოზიციით მაინდამაინც დიდ. დიახ, ზუსტად ასე არის. ანუ ტრამპი ხსნის ყოველგვარ კონტექსტს, ბჭყალებს ხსნის და არავითარი ოფიციალური ფორმა უკვე დაკარგული აქვს ყველაფერს, რაც გულისხმობდა, რომ ვითომ ევროპასაც რაღაც ასე ვთქვათ საკუთარი პოლიტიკის და ნების გამოხატვა შეუძლია. პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირიც და უკრაინაც არის ერთი ვასალი, მეორე კოლონია და მათ არავინ არაფერს არ ეკითხება. ტრამპი უკვე ასე ვთქვათ პირდაპირ მიმართვებით გამოდის, რომ ვინ არის მსოფლიოში, ვინ არის სახელმწიფო, ვინ არის იუპიტერი და ვინ არის ხარი, ხო, როგორც ის ცნობილი გამოთქმა არის და მე რო გავაგრძელო ის ასე ვთქვათ აზრი, რითაც დავიწყე, ესე იგი ტრამპი მიხვდა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვთ უკვე ძალა იმისა, რომ განაახლონ და დაიბრუნონ ჰეგემონის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მათ უნდა აღიარონ სხვა სახელმწიფოების როლი და პოზიციები და მოხდეს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები კონფლიქტებთან დაკავშირებით, სხვა ეკონომიკურ ასე ვთქვათ შეთანხმებებთან დაკავშირებით და შესაბამისად იმავე დღეს დაურეკა ვლადიმერ პუტინს და შესთავაზა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ყოფილიყო გაგრძელებული. ეს ლოგიკურიც არის, დასავლეთი ზოგადად, ანგლოსაქსების პოლიტიკა ასეთი არის, რომ როდესაც ხედავენ, რომ ოპონენტი მათზე ძლიერია, აი სულ ოდნავ მაინც რომ ძლიერი იყოს, იგივე ომის დროს საომარ ველზე, როდესაც ევროპაში ერთი არმია გადიოდა მეორე არმიის წინააღმდეგ, როდესაც ხედავდნენ, რომ აი თქვათ დაახლოებით 1000 კაცით უფრო მეტნი არიან, მეორე მხარე უბრალოდ ნებდებოდა. ეს იყო აი სტანდარტული ომის მართვის პოლიტიკა ევროპაში შუა საუკუნეებში და დღესაც ასეა, მათი მენტალიტეტი ესეთია, რომ როდესაც ხედავენ, რომ მოწინააღმდეგე არის, ოპონენტი არის ოდნავ მაინც ძლიერი, ისინი უბრალოდ ნებდებიან და მიდიან მოლაპარაკებებზე. და არის ახლა განსხვავებული ისტორიული პარალელების შეგვიძლია გასვლა. რა თქმა უნდა, ძირითადად ესეა. აჟენკორტის ბრძოლა, სადაც მცირე ჯარებმა გადაწყვიტა, მაგრამ ძირითადად გეთანხმებით პრაგმატულები არიან მაგ მხრივ, ანუ ზედმეტი არ ზარალის მიღება არ სურთ, თუ არა აქვს გარანტია, რომ პროცესიდან გამოვლენ გამარჯვებული, ურჩევნიათ საერთოდ ხელი დაიბანონ იმ პროცესში. ამას უყურებთ ალბათ ჩვენც ეხლაც უკრაინის. რა თქმა უნდა და შეერთებულ შტატებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ იგივე ილონ მასკი, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო უნდა იყოს გადაფორმატირებული და მნიშვნელოვნად შეცვლილი, ასევე პიტ ჰაქსეტი, რომელიც რამშტაინის ბაზაზე ასე ვთქვათ გამართულ სამიტზე, ნატოს სამიტზე გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების არც ერთი ჯარისკაცი არ იქნება, როგორც ითხოვს ბრიუსელი, რომ სამშვიდობო კონტინგენტი იყოს შეყვანილი უკრაინაში. ანუ ესე იგი ჰაქსეტმა განაცხადა, რომ როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ
უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი ჯარისკაცი შეერთებული შტატებიდან არ იქნება გაგზავნილი და თუ ესე იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ასევე ნატოს წევრი ქვეყნები არიან, ისინი გადაწყვეტენ უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ საკუთარი სამხედრო კონტინგენტი, როგორც სამშვიდობო, ეს სამშვიდობო კონტინგენტი არ იქნება ნატოს სახელით და არავითარი მეხუთე პუნქტი ნატოსი არ იქნება ამოქმედებული. ანუ შეერთებული შტატებმა, როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონო თენგო, ესე იგი ხელი დაიბანა და უკრაინაში არავითარი სამხედრო მისიები ის აღარც კი განიხილება და პირდაპირ თქვა იგივე ჰაქსეტმა, რომ უკრაინაში უნდა დამთავრდეს კონფლიქტი და პარალელურად ამისა ტრამპმა გააგზავნა კიევში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი, რომელმაც კიევში ვიზიტისას ზელენსკისთან და სხვა ჩინოვნიკებთან განიხილეს საკითხი, რომ აი ბოლო წლებში, როდესაც დაიწყო ასე ვთქვათ სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, მას შემდეგ რაც დააფინანსა შეერთებულმა შტატებმა, დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი სახელდება, სად არის ეს თანხაო? ანუ ანგარიში მოითხოვა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა. რაც ნუ რა თქმა უნდა ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩიხში შეეყვანა ზელენსკის რეჟიმი იმ მიმართულებით, რომ იქ ხორციელდებოდა რა თქმა უნდა ესე იგი კორუფციული სქემები, ეგრეთ წოდებული ატკატები და ასე შემდეგ და ზუსტად აი ამისკენ მიუთითა, რომ თუ ის არ დათანხმდება იმ მოლაპარაკებების შედეგებს, რაც შედგება როგორც გაცხადდა საუდის არაბეთში იქნება პირველი შეხვედრა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპისა და თუ ის ანუ ზელენსკი არ დათანხმდებოდა ამ მოლაპარაკებების შედეგებს, მაშინ ესე იგი ვაშინგტონი მოითხოვდა იმ კორუფციული სქემებისა, ანუ რაც თანხა იყო გადახდილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინაზე, იმისი კომპენსაცია, ანუ რესურსების სახით და ეს რესურსები რა თქმა უნდა არ იგულისხმება მაგალითად დონბასის რესურსები, რომელიც იქიდან გამომდინარე ლუგანსკის და დონეცკის უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ანუ იგულისხმება ის რესურსები, რომელსაც ჯერჯერობით აკონტროლებს კიევის რეჟიმი. ანუ იქ დნეპროპეტროვსკში არის რესურსები. 9 ტრილიონის რესურსია, საუბარი 500 მილიარდის რესურსზე არ მოხსნიეს დღის წესრიგიდან ტრამპს, მან თქვა, რომ იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა გაიღო 2022 წლის შემდეგ, ის აპირებს ზელენსკისგან მიიღოს ეს ყველაფერი ბუნებრივი რესურსების სახით. ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენ აქამდე გვესმოდა, რომ უკრაინის დახმარება ეს არის უანგარო დახმარება, რომ უკრაინას უნდა დავეხმაროთ მანამ, სანამ ამისი საჭიროება იქნება და ასე შემდეგ, ტრამპმა ეს ერთი ხელის მოსმით შეცვალა და აქ მე უბრალოდ კითხვა მიჩნდება, აი ჩვენს პროდასავლელ ძვირფას ოპონენტებთან, რომლებიც ხშირად თავარი არგუმენტი მაგათი ამ დისკუსიაში ხო ყოველთვის ის იყო, რომ აი ჩვენ რო ამბობდით, რომ რუსეთთან საჭირო არის დიპლომატიური ურთიერთობა, საჭირო არის შეთანხმებები, საჭიროა ლაპარაკი, რუსეთთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, რუსეთი გადაგაგდებს. ეს ხო არის აი დამკვიდრებული ფრთიანი ფრაზა ქართულ პროდასავლელებში. რა გადაგდებაზე ლაპარაკობთ ხალხო, აი გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ყველა ცხადად ხედავთ უკვე რა ხდება, ხო აი გადაგდებაზე თუ არის ლაპარაკი, რა რუსეთი გადაგაგდებს, რა ხდება ხო ხედავთ, ანუ რაც აქამდე დაეხმარნენ იმ ფულის ამოღებასაც აპირებენ, თორე ის კი არა რომ მომავალში ვინმე დაეხმარებათ. ვერც ნატოს გარეშეც დარჩა უკრაინა და პირდაპირ ღიად თქვეს რომ ნატოს დაივიწყეთ, ნატოში აღარ დაივიწყეთ რომ ტერიტორიებს დაიბრუნებთ, ესეც ღიად თქვა, ვერ აღდგება უკრაინა იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც იყო აქამდეო, ვერც ნატოში მიგიღებთო და ეხა ევროპულმა ჯარმა დაიცვას უკრაინის უსაფრთხოება, რაც მთავარია ფული რაც დავხარჯეთ უკან დაგვიბრუნეთო და კიდე თქვენ საუბრობთ რომ რუსეთი გადაგაგდებს თუ რამეს დაელაპარაკებით. აი ხა მართლა თუ ბრმა არ ახარ ადამიანიან თავის დაბრმავება არ გინდა. მე მგონი ისეთი რაღაცეები ხდება რომ ადამიანმა უბრალოდ უნდა გადააფასო აქამდე თუ სხვანაირად ფიქრობდი, ხო? რა თქმა უნდა და ასევე პიტ ჰაქსეტმა ისიც დაამატა რომ ვერ დაბრუნდება უკრაინა, ვერ მოხდება უკრაინის ანუ მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხდება ის რომ 2014 წლის საზღვრებში უკრაინა ვეღარ დაბრუნდება. ანუ კიევის მხარემ უნდა დაივიწყოს ის რომ ის ტერიტორიები, რომელიც ნუ გულისხმების ასე ვთქვათ
მხარე, რომელიც იგულისხმება დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟია და რა თქმა უნდა ყირიმი. ეს ტერიტორიები ეს იგულისხმება პიტ ჰაქსეტმა, რომ ეს უნდა დაივიწყოს, ხო? ანუ შეერთებული შტატების მხარე ნელ-ნელა აჟღერებს იმ ასე ვთქვათ მოლაპარაკებების იმ პოზიცია, რაც ექნება დონალდ ტრამპს საუდის არაბეთში, სავარაუდოდ მოლაპარაკებების დროს. და შესაბამისად ეხლა კიდე ტრამპს კიდე აქვს ჩასატარებელი რამდენიმე ღონისძიება იქამდე სანამ გაიმართება მოლაპარაკება, მაგალითად 20 თებერვალს კიევში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი, რომელიც სპეციალური წარმომადგენელია ტრამპის კიევში, რომელმაც უნდა დაალაგოს იქ სიტუაცია. და ამის შემდეგ უკვე შედგება მიუნხენის კონფერენცია, სადაც ტრამპი აპირებს იქ გააჟღეროს საკუთარი პოზიციები. აქედან გამომდინარე, ეს მოლაპარაკების რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს და როდის დასრულდება მოლაპარაკებები ჯერჯერობით, მე პირადად ვერ ხედავ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მხარე აჟღერებს იმ პოზიციას, რომ ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები რომ შედგეს, კიევის მხარეს უნდა ყავდეს ოფიციალური წარმომადგენელი, ანუ ან პრეზიდენტი, ან პარლამენტის წარმომადგენელი და ამ დროს პრეზიდენტიც და პარლამენტის არ არის ლეგიტიმური, იქიდან გამომდინარე, რომ საპრეზიდენტოც და საპარლამენტო ვადაც გასული არის, ზელენსკი უკვე ვადაგასული პრეზიდენტი არის, ყოფილი პრეზიდენტი არის და შესაბამისად ეხლა ხელშეკრულება როდესაც ფორდება უნდა გაფორმდეს არსებულ ლეგიტიმურ მთავრობასთან, ხო, რაც დღეისათვის უკრაინას არ ყავს. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ იქ იყოს, ანუ კიევის მხარეს წარმოადგენდეს ლეგიტიმური მთავრობა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში უნდა ჩატარდეს არჩევნები, სადაც საპრეზიდენტოც და საპარლამენტოც ან ერთ-ერთი, ხო, რომ ლეგიტიმურმა ადამიანმა წარმოადგინოს ეს. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ სიტყვაზე ეხლა იქნება ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგალითად ზელენსკის მხრიდან და ერთი თვის მერე ჩატარდება არჩევნები და მოვა სხვა პრეზიდენტი, ის იტყვის, რომ ეს ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება არ არის ძალაში ვერ იქნება შესული, იქიდან არ იქნება, იმიტომ რომ ის არ იყო ლეგიტიმური. იმიტომ რომ არ იყო ლეგიტიმური და ის მოითხოვს ახალი პრეზიდენტი, ეს ასე ვთქვათ, რო წარმოვიდგინოთ როგორ იქნება ახალი პრეზიდენტი მოითხოვს სხვა ხელშეკრულებას, ხო, ანუ შეცვლის. ამის საფუძველი იქნება ყოველ შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რა სიტუაცია იქნება იმ დროისთვის, ანუ დასავლეთს შეუძლია ესეთი, ასე ვთქვათ, სქემა გაათამაშოს, რომ შეცდომაში შეიყვანოს მხარეები მოლაპარაკებების დროს და ეს რა თქმა უნდა რუსეთის მხარემ კარგად იცის და პირდაპირ მოითხოვეს, რომ კიევს უნდა ყავდეს ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ასე ვთქვათ, იქნება ძალაუფლება იმისათვის, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს და ის ხელშეკრულება იურიდიულად შევიდეს ძალაში. ეს არის, რა თქმა უნდა, აუცილებელი მოთხოვნა. მე მინდა მაყურებელს გავაცნო, აი რა შედეგები მოყვა ტრამპის გუშინდელ საუბარს პუტინთან და საერთოდ გუშინდელ მოვლენებს. ეს კარგად აისახება მათ შორის დასავლელი ლიდერების განცხადებებზე უკვე მათ რიტორიკაში და აი ნატოს გენერალური მდივანი ადამიანი, რომელიც მუდმივად გამოირჩევა, ხო, იმ ილუზიების შექმნით, რომ არა ომი უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რო უკრაინა და ამ პლატფორმაზე იყო გადართული. აი ხა რასაც ხადებს, ნახოთ, ალიანსის ლიდერებს უკრაინისთვის არასდროს მიუწია დაპირება, რომ იგი ნატოს წევრი გახდებოდა თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებდა. ეს განცხადება რო გაკეთებულიყო 2 წლის წინ პირობითად, რამდენი 1000 ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა. 2 წლის წინ რო ეთქვა ვინმეს უკრაინელებისთვის, მსოფლიოსთვის, რომ იცი რა, ჩვენ ტყუილად კი არ გეხმარებით, რაღაც შემდეგ იქ თქვენ წიაღისეულებით უნდა გადაიხადოთ ეგ ყველაფერი და ეს არ არის უანგარო დახმარება. ვინმეს რო ეთქვა ზელენსკისთვის, რომ შენ დადგები ისეთ ვითარებაში, როდესაც ტერიტორიის დათმობასაც მოგთხოვენ, ნატოზეც უარს გათქმევინებენ, მაგრამ თან აქეთ კიდე მადლობებს გადაგახტევინებენ, ფულსაც ამოიღებენ შენგან და მე მადლობ. ეს რომ 2 წლის წინ პატიოსნად ეთქვათ დასავლეთში, დღეს ხო ჩვენ ალბათ არ ვიცი 100,000-ობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ეგ ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ის, რაზეც აქეთ ცოტა რაციონალურ ფლანგზე მდგომი ადამიანები, მე საერთოდ ვერიდები ამ სიტყვების გამოყენებას, ალბათ შეატყობდა მაყურებელიც ამ ბოლო დროს, რაღაცა ლიბერალი, კონსერვატორი, დასავლელი და ასე შემდეგ, არა, არ არსებობს ეს ტერმინები, სწორი არის რაციონალური საღი აზრი და რაღაც ზაცდენილი მოსაზრებები. საღ აზრს
საღი აზრის მხარეს დგომი ადამიანები რომ ამას ვაცხადებდით, მაშინ ჩვენ ვიყავით გამოცხადებული, არ ვიცი, რუსეთის აგენტებად, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი სამწუხაროდ რეალობაა და რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, მე საქართველოში ვერ ხედავ გიორგი მაგ ტენდენციას, რომ აქ ვინმე ყურს იბერტყდეს. არ ნიშნავს ეხა გუშინდელი დღე და არ ნიშნავს ეს გადაწყვეტილებები, რასაც ხედავთ, მათ შორის საქართველოს ამ ევროინტეგრაციის კურსისთვის, აი ბოლო ლურსმნის ჩაჭედებას კუბოზე. ვიღას რა ილუზია უნდა გქონდეს აწი საქართველოში, რომ ჩვენი ქვეყანა როდესმე ან ნატოს წევრი გახდება, ან ევროკავშირის ან საერთოდ რაიმე ალიანსის წევრი გახდება. აი ამ ილუზიას აღარ გაუვიდა უკვე ყავლი და აღარ არის იმისი დრო, რომ მათ შორის გუში რო პროდასავლელები იყვნენ, დღეს მაინც ღიად გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს ხალხო იყო ტყუილი ილუზია და ჩვენ უნდა შევცვალოთ ამ მიმართულებით რაღაც. არ ვიცი რა, ესე იგი ეგრეთ წოდებული პროდასავლელებს თუ აქვთ დარჩენილი საღი აზრი ან ლოგიკა იმისა, რომ ასე ვთქვათ, ჰქონდეთ კიდევ ან ნატოს იმედი, ან კიდევ ევროკავშირის იმედი, ხო, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ უკრაინასთან მიმართებაში, ქვეყანას ჯერ 2014 წელს მოიყვანეს ფაშისტური ხელისუფლება პოროშენკოს მეთაურობით და შემდეგ უკვე შეიარაღეს უკრაინა, დააპირისპირეს რუსეთს, უკრაინის მოსახლეობა გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი, რა ვიცი, რამდენი სტატისტიკა ქვეყნდება, 9 მილიონამდე უკვე დაღუპული, დასახიჩრებული და ასახელებს 2 მილიონს, ორივე მხარესო 2 მილიონი ადამიანია დახვეწილი. ეს სულელი არის აბსოლუტური. მე პირადად ტრამპს ახასიათებს ეგრეთ მეორე მსოფლიო ომში რუსებმა 60 მილიონი კაცი დაკარგეს და ეს რიცხვებს იცის ხოლმე ეგრე, მაგრამ ნუ რა ვიცი ხა ყველა ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს და რაღაც ზუსტი რიცხვებიც რო ვიცოდეთ, ალბათ ჯობია, ხო? რა თქმა უნდა. ეს ნუ ეხლა ტრამპის განცხადება დღეს აცხადებს ერთს, როგორც თქვით, მეორე დღეს სულ სხვა რაღაც აწყობს და სხვა რაღაცას იძახის, ამიტომ მე ეხლა არ უყურებ ხოლმე ტრამპის განცხადებას სერიოზულად არ ვაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ ის აკეთებს იმას, რაც მას აწყობს იმ მომენტისთვის და შემდეგ მეორე დღეს შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მიდგომას და პოზიციას. ეს ნუ დასავლელი ლიდერების ასეთი ხასიათია და იგივე საქართველოში არსებული ლიბერალური ძალები, პროდასავლელები, ეგრეთ წოდებული, როგორ ვერ ხედავენ ამ ყველაფერს და როგორ ვერ აფასებენ იმის ლოგიკურად და ჯანსაღად ის რაც ხდება და როგორ იყენებენ იგივე ზელენსკი იქნება ეს თუ სხვა უკრაინელი ჩინოვნიკები როგორც საზარბაზნე ხორცად, ხო? აი მithumetes ადგილობრივ მოსახლეობას და იგივე უნდათ რომ საქართველოს ჩაითრიონ, ხო? იმის ფასად და იგივე გაიმეორონ, რაც უკრაინელი ჩინოვნიკები, ანუ ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრდნენ და შემდეგ გაიქცნენ სადღაც ან ლონდონში, ან სხვა ასე ვთქვათ კუნძულებზე, სადაც გაატარებენ და წაიღებენ იმ ქონებას, რომელიც მოიპოვეს საკუთარი მოსახლეობის სისხლის ხარჯზე, ხო? აი ეს არის აი ამ პროდასავლური ლიბერალების ლოგიკა. და ეხლა კიდევ აი ტრამპს რო დაუბრუნდეთ, იქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები არის იმ მხრივ, რომ ეკონომიკური კუთხით ტრამპი დემონსტრაციას ახდენს, რომ ესე იგი შეერთებულ შტატებში არის ეკონომიკური კრიზისი. და აი სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო ფაქტიურად კორუფციის დაკანონების კანონი. ანუ ესე იგი აი რომ წავიკითხოთ, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც იმ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკულ ბიზნესს საზღვარგარეთ ქთამის გაცემას დევნი, ანუ უგრძალავდა ქთამის გაცემას. ეხლა განმარტოთ. ესე იგი ტრამპის ბრძანების მიხედვით შეერთებული შტატების მოქალაქეს ბიზნესმენს შეუძლია სხვა ქვეყნებში, როდესაც გეგმავს იქ ბიზნესი წარმოიწყოს, შეუძლია იქ ნებისმიერ ასე ვთქვათ ჩინოვნიკთან, რომელიმე სამინისტროში შევიდეს ფულით ხელში, მოისყიდოს ჩინოვნიკი და შემდეგ უკვე ჩინოვნიკის დახმარებით განახორციელოს ბიზნესი. გარეთ აღგენდა დააშავე, ფაქტიურად მაგას. რა თქმა უნდა, აი ეს კორუფციის ლეგალიზაცია არის. ჰიტლერს ჰქონდა ეგეთი ბრძანება გერმანიის ჯარისკაცებისთვის, წინასწარ შეწყალება გამოსცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც დააშავებდნენ. აი დაახლოებით ეგ არის, რომ ჩემ ქვეყანაში ნუ დააშავებ, მაგრამ წადით ხალხო და ძარცვეთ მსოფლიო, ხა ამერიკის პრეზიდენტი რო ამას რა თქმა უნდა, ეს იმის გაგრძელებაა, რაც ტრამპმა გააკეთა ჯანმოსთან დაკავშირებით, რომ იგივე ჯანმოდან რომ გამოვიდა, თვითონ
თვითონ ხო გამოვიდა, აი, COVID ფაშიზმის დროს ხო გვახსოვს რაც ხდებოდა, რომ ესე იგი ძალდატანებითი ვაქცინაცია და ასე შემდეგ და შეერთებული შტატები აქედან გამოიყვანა და მე ჯანმოს გამოიყენებს ამ ინსტრუმენტად, რომ ხვალე კიდევ აამოქმედოს ის COVID ხო სიტყვაზე. თვითონ დარჩეს გვერდზე, უსაფრთხოდ და სხვა ქვეყნების მიმართ სოფლიოს ბედი არ ადარდებს ხო? და არ ადარდებს კი არა, მათ წინააღმდეგ გამოიყენოს. და იგივე ეს კანონი კი არა ბრძანება მიმართული იქითკენ, რომ ამერიკელი ბიზნესმენს შეუძლია უცხო ქვეყანაში მოისყიდოს სხვა ჩინოვნიკი, ანუ აი ესე იგი გადმოიბიროს, შეიძლება ეს აგენტურადაც შეიძლება შეფასდეს. და ჩვეულებრივად აწარმოოს ბიზნესი, ხო? და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ესე იგი შეერთებული შტატებში არის ძალიან სერიოზული კრიზისი და ჩვენ უნდა ლოგიკურად რო ვისჯეროთ, ესე იგი ამერიკელი ბიზნესმენი ხდება ტოქსიკური რა. ასე იგი რო ჩამოვა საქართველოში ამერიკელი ბიზნესმენი, მას შეუძლია მას უფლება აქვს ტრამპისგან მინიჭებული უფლება აქვს მოისყიდოს ჩინოვნიკის ან ნებისმიერი სხვა ასე ვთქვათ საჯარო პირი ან სხვა ბიზნესმენი მოისყიდოს და თავის ასე ვთქვათ ბიზნესზე ამუშავოს, ხო? ეს არის მას თუ ეს დაუდასტურდება, ის ამისთვის პასუხს არ აგებს. ის არ აგებს, მაგრამ ქართველი ასე ვთქვათ და ადგილობრივი ქვეყნის ჩინოვნიკი ხო აგებს არა? ანუ ესე იგი ის ხდება ტოქსიკური, მისგან შეიძლება ელოდე ასე ვთქვათ ხაფანგს, ასე ვთქვათ და გადაბირებას როგორც აგენტის. ნუ ჩვენ ალბათ ეგ ძალიან ნაკლებად გვემუქრება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამერიკელი ბიზნესმენების რიგი მე არ მინახავს, მაგრამ კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხა ამერიკის მეზობელი ქვეყნებისთვის თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთმა რომ მიიღოს ეგეთი კანონი, რუსეთმა, აი პუტინმა უთხრას თავის რუს ბიზნესმენებს რომ მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენი მეზობელი ქვეყნები გაძარცვოთ, იქ ჩაიდინეთ დანაშაული მოისყიდეთ ჩინოვნიკები. რაც გინდა, კენი მიდი ისოვე ფული. ხო წარმოგვიდგენია რა ამბავს ატეხავენ აქ და ჩამოაქცევენ ქვეყანას და დონალდ ტრამპი ამას აკეთებს. დონალდ ტრამპი კიდე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაზეც არ ვიცი, აი მაგალითად ღაზას სექტორიდან მოსახლეობის ვიყიდიო, ჯერ თქვა ვიყიდიო, მე დავიკავებო. აი რომელი იურიდიული უფლება აძლევს? აი რომელი იურიდიული კანონი, საერთაშორისო კანონი ამის უფლებას აძლევს მას, მაგრამ დღეს ეს კითხვა აღარ დგას დღის ეს რიგში. იმიტომ რომ ეს შეერთებული შტატები ესე მას აქვს უფლება რომ აკეთოს რაც უნდა, ხო? ეს ხო არის იმისი აღიარება, რომ აქამდე რისიც გვჯეროდა საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის პარიტეტი, ურთიერთპატივისცემა, თურმე ეს ყველაფერი რამხელა ილუზია ყოფილა და თურმე მსოფლიოში ყველაფერი ზუსტადაც აი ძალთა ბალანსით წყვეტს. ძალთა ბალანსის ლოგიკა მუშაობს მხოლოდ. არის ძლიერი და გაზდის და აკეთებს, მოგადებს შუბლზე რევოლვერს, გინდა დათანხმდი, არ გინდა და გამოგრავს იმ. რა თქმა უნდა, ახლა აი რეზოლუცია რომ მიიღეს ევროკავშირში, რომელიც პირდაპირ იგულისხმება ის, რომ საქართველოს მხარეს ეუბნებიან, რომ ლეგიტიმურობის საკითხს აყენებენ საქართველოს მთავრობის პარლამენტის, ითხოვენ სააკაშვილის გამოშვებას, ითხოვენ იმას, რომ ზურაბიშვილი იყოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და კიდე რა ვიცი სიგეჟეები რა და რა ფასი აქვს მაგ რეზოლუციას ეს მინდოდა მეკითხა. ახლა მეხუთე რეზოლუცია უკვე პირველად კი არ მიიღეს, შევახსენებ მაყურებელს ვეთქვი უბრალოდ რომ დღეს ევროპარლამენტმა 400 ხმით 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, სადაც ქართულ ოცნებას არ აღიარებენ ლეგიტიმურ ხელისუფლებად და რაც ბატონმა გიორგიმაც ბრძანა, იქ სააკაშვილის გამოშვება, ასე შემდეგ, რაც არაერთხელ წაგვიკითხავს ხოლმე ამ რეზოლუციებში. უბრალოდ შეიძლება ეს რომ მართლაც 2-3 წლის წინ მიიღო ვინმეს ესეთი რეზოლუცია, აქ დიდი სკანდალი გამოიწვია, მაგრამ დღეს აი ნიუსებში მე7 მე8 ნიუსად თუ გავიდა, უკვე ისე მიეჩვია თითქოს ყური, აი რა ფასი აქვს ესეთ რეზოლუციას? არავითარი ფასი არ აქვს, ეხლა ჩვენ ანუ საქართველოს არ არის არც ევროკავშირის წევრი, არც ნატოს წევრი და იმედი არის რომ ეს მუხლები იქნება ამოღებული კონსტიტუციიდან, ნუ გასაგები არის რომ დღეისათვის პარლამენტს არ აქვს საშუალება იქიდან გამომდინარე რომ პარლამენტში არ არის ასე ვთქვათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს და დღეს ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ ჟღენტმა საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა, რომ რა მექანიზმით შეიძლება იყოს ამოქმედებული და ამ რეზოლუციას რო დაუბრუნდეთ, ქართულ ოცნებამ იმით უპასუხა ევროკავშირის რეზოლუცია, ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომ ნუ ის deep state-ი მოქმედებს ამ ესე იგი ევროკავშირის წინააღმდეგ და ნუ განადგურებითაც ემუქრებაო და ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს და სერიოზულადაც არ აღვიქვარდო. ძალიან ადეკვატური რეაქცია. ესე იგი
ევროკავშირს გამოცხადებული აქვს ჰიბრიდული ომი ფაქტიურად საქართველოსთვის, აი ესე ცოტა ირონიულად რომ შევაფასოთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად რომ არც შეერთებული შტატები, არც ის ტრამპი, ვინც ერთ დღეს გამოდის სანქციების ენით გველაპარაკება, სოფლიოს ზოგადად ელაპარაკება სანქციების ენით, იქ ღაზას ასე ვთქვათ იყიდის, ღაზას სექტორს იყიდის, კანადას მიერთებს თუ გრენლანდიას შემოიერთებს და ამ დროს შემდეგ მეორე დღეს უკვე გამოდის და იძახის რომ ის უბრუნდება სამშვიდობო მოლაპარაკებას და როგორც მშვიდობის მყოფელი უნდა რომ დასრულდეს კონფლიქტები და ასე ვთქვათ ის კონსერვატორია და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ არასანდო პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ისინი არ არიან სანდო და არც უნდა ვიყოთ მათ იმედზე, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის იმედზე და ჩვენს მეზობლებთან პირველ რიგში რუსეთთან უნდა დავალაგოთ სამოკავშირეო, ანუ აღვადგინოთ დიპლომატიური და ისტორიულ სამოკავშირეო ურთიერთობები, რაც არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ გამოვიდეთ აი ამ დასავლეთის წნეხიდან და ამას ხშირად ვიმეორებ და ეს არის ერთადერთი გზა. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს და ეს უნდა იცოდეს საქართველოს მთავრობამაც და იმედია რომ კი ბატონო, გიორგი შევახსენებ მაყურებელს რომ დაახლოებით 5 წუთში 21 საათსა და 40 წუთზე ჩვენს ეთერში ჩაერთვება ინტერაქტივი, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაარეკოთ და საინტერესო იქნება მათ შორის თქვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით აი ბოლოს რაც თქვა ჩვენმა რესპონდენტმა სანდოობასთან დაკავშირებით. რამდენად შეიძლება რომ ქართული ხალხისთვის, მიუხედავად იმისა, ვის რა მოგწონს, ვიღაცას ბრიუსელი მოწონს და ვიღაცას შეიძლება მართლა ჩელიაბინსკი მოწონს და ვიღაცას პეკინი და ვიღაცას თეირანი, აქ მაგაზე არ არის საუბარი. რეალურად რამდენად შეგვიძლია ჩვენ რო კონდეს მომავალში ამ მოვლენების შემხედვარეს დასავლური პოლიტიკის, დასავლური ვექტორის იმედი, რომ ეგ არის ის გზა, რომელმაც შეიძლება ეს ქვეყანა რაიმე პროგრესამდე, რაიმე განვითარებამდე ან რაიმე უსაფრთხოებამდე მიიყვანოს. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები და როგორც გითხარით, ცოტა ხანში ჩაერთვება ნომერი ჩვენს ეთერში, თქვენ შეძლებთ დაარეკოთ. მანამდე აი თქვენთან მექნება დაახლოებით იგივე შეკითხვა, ოღონდ ეს დავიწროდები, ასე ვთქვათ და კონკრეტულად ჩვენს პროდასავლურ პოლიტიკურ ველზე მინდა გკითხოთ საქართველოს მუდმივად აი ბოლო წლებში კიდე უფრო განსაკუთრებით გარდა პროდასავლური ვექტორისა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკიდან პრაქტიკულად გარიყული იყო ყველა სხვა მოსაზრება, ყველა სხვა იდეა და ეს რაც მოახერხეს ამ ლიბერალებმა ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად იყო ეს რომ ადამიანის საღი აზრი გახადეს მარგინალური პოლიტიკაში, საღ აზრზე მყოფი ხალხი მუდმივად იყო შევიწროვების, მედია არ გაშუქებდა იქ ბლოკავდნენ, იქ გაჯარიმებდნენ, იქ პარტიებს აუქმებდნენ და ასეთ რეჟიმში. დღეს ჩვენ ხედავთ როგორ აი ეს ფარდა იწევა, ასე ვთქვათ და უკვე ვინ არის და ვის რა პერსპექტივა აქვს და რა კურს რა პერსპექტივა აქვს, ძალიან ნათლად ჩანს. რა ეშველება ჩვენს აი ამ პროდასავლურ ფლანგს და ზოგადად პოლიტიკურ ელიტას თქვენი აზრით, რომელიც მთელი ეს 30 წელი ამ ნარატივზე იჯდა და აი ამ ნარატივით ილუზიებით კვებავდა ქართულ საზოგადოებას. რა მომავალი შეიძლება მათ ჰქონდეთ ჩვენს პოლიტიკაში? ან თუ კი მათ მოუწევთ, რომ პოლიტიკური პროცესიდან მიღმა დარჩნენ, თუ ხედავთ ჩვენს პოლიტიკაში იმ რესურსს, რომ ხა თავისუფალი ადგილი დიდხანს არ დარჩება და ბუნებრივია ახალი პოლიტიკური ძალებიც ალბათ უნდა გამოჩნდნენ, ხო? ველზე. აი ამის პერსპექტივებს თუ ხედავთ. კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, ეგრეთ წოდებული პროდასავლური ძალები, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, იმიდეით და იდეოლოგიით, რასაც ქვია ლიბერალური დღისწესრიგი და მოგეხსენებათ ლიბერალური, ასე ვთქვათ, ნეოლიბერალები არიან ის ძალა, რომელიც იყვნენ კოლაბორაციაში ფინანსურ ელიტასთან, შეერთებული შტატებისა და ზოგადად კოლექტიური დასავლეთის, იგულისხმება, ესე იგი, საბანკო კორპორაციების ელიტა, რომელიც ყიდულობდა ადგილობრივ ჩინოვნიკებს, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, ჩინოვნიკებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს და ამუშავებდა მათ როგორც, ასე ვთქვათ, ლიბერალური, ნეოლიბერალების ჯგუფები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ლობისტები აი ამ ლიბერალური პარადიგმისა. კონკრეტულად რა ევალებოდათ? მათ ევალებოდათ ის, რომ
ესე იგი ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილიყო დეგრადირებული, ქვეყანა ყოფილიყო მაქსიმალურად კონტროლირებადი, ყოფილიყო კოლონია და აი ამ დეგრადაციისა, მაგრამ მათ შორის LGBT პროპაგანდით დეგრადაციისა, რაც ჩვენთან უკვე კანონით იგზალება, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი სუვერენიტეტისკენ და ეს ლიბერალური ძალები პირდაპირ ასე ვთქვათ დიქტატის შემსრულებელები იყვნენ აი ამ საბანკო კორპორაციებისა. ზუსტად აი ეს არის ის პროდასავლური ძალები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებად აღიქვავენ, ხო? მათ არავითარი მომავალი, არავითარი პერსპექტივა აღარ ექნებათ, მსოფლიოში რადიკალურად იცვლება მოვლენები, არა მარტო ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის გამყარებისა ცალკეული ქვეყნებისა, არამედ მთლიანად იდეოლოგია იცვლება, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს კაცობრიობა, ხო? და აქვე მე მინდა ასეთი გადახვევა გავაკეთო, რასაც ქვია ეკოლოგია. მოდი სანამ დავიწყებ უბრალოდ ნომერს გამოვაცხადებ, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მივადექით და სანამ დავიწყებდეთ 0323 109 არის ჩვენი სტუდიის ნომერი, უკვე ჩართულია ნომერი, შეგიძლიათ დარეკოთ. საუბრობდით ეკოლოგიის საკითხებზე, რა ძალიან მნიშვნელოვანია და გისმენთ. ესე იგი, ეკოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში არის ძალიან სერიოზული პრობლემები. ნუ ეხლა ოზონის შრიდან დაწყებული, რაც რა თქმა უნდა პლანეტას იცავს, ასე ვთქვათ, მზის მავნე სხივებისგან, რომ ოზონის შრე რო არ იყოს, მოგეხსენებათ, არც სიცოცხლე იქნებოდა, ხო? ოზონის შრე მარაგდება იმ ნივთიერებით, რასაც გამოყოფს, აი ეს რაც გამოიყოფა მცენარეებიდან. ხე იქნება ეს თუ ნებისმიერი მცენარე, მათ შორის ოკეანეში არსებული მცენარეები და როდესაც ნადგურდება ფლორა და ფაუნა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის ოზონის შრე, მათ შორის მთლიანად ეკოსისტემა ექნება ძალიან სერიოზული საფრთხე. მათ შორის ახლა სტიქიები, ხო, ვულკანები, ახლა იტალიაში ერთ-ერთი ვულკანი ამოქმედა. მათ შორის დაბინძურება ოკეანეების, ახლა წყნარ ოკეანეში, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დაახლოებით იმ ზომის ეს ასე ვთქვათ, ნაგვის კუნძული დაცურავს, დაახლოებით პოლონეთის ხელა ნაგვის კუნძული დაცურავს და მოწამლულია აბსოლუტურად, როგორც მეცნიერები აცხადებენ, ოკეანის ეს ბაქტერიული მავნე ბაქტერიების დონე 200 ჯერ არის გაზრდილი. მიწა თვითონ აი სადაც მოდის ხო პროდუქცია, მიწა არის დაბინძურებული. ყველგან ფაქტიურად არ არის ქვეყანა, სადაც ასეთი სიტუაცია არ იყოს, მით უმეტეს ევროპაში, სადაც ესე იგი არავითარი ნატურალური პროდუქტი უკვე აღარ იწარმოება. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ცივილიზაცია უნდა შეიცვალოს, ხო? და ეს არ მოხდება იმ პირობებში, რასაც დღეს ვხედავთ. ანუ კონფლიქტები უნდა დასრულდეს და უნდა შედგეს საერთო ზარები გვაქვს პოლიტიკური კონსოლიდაცია ამ მხრივ. ზარია საკმაოდ ბევრი ეთერში, მოდით შემოვიყვანოთ მაყურებლები. პირველ მაყურებელი გვიკავშირდება, გამარჯობათ, გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, მადლობა რომ გვირეკავთ. ეს ყველაფერზე ვლაპარაკობ და ის მედია ხელშეუხებელია და ეგ როგორ გავიგოთ, ვასო მაღლაფერზე მედიაში არ ამუშავებს თუ თავიანთი აგენტურა ხელშეუხებელი. ხოსე გაიქუჩე ეს ახლა. აქამდე პირველად მედია ხელშეუხებელია. ვასო და სანქციასო მაღლაფერზე მედიაში მედია არის ეგ თუ მაგათი აგენტია და იმიტომ როგორ გავსაუბროთ პროგრამას. კი ბატონო, ანუ საუბარი არის, რომ 1000-ს აქვთ თავისი მედიები, ბუნებრივია, მათთვის ეს მედია ერთგვარი მისიონერების როლს ასრულებენ სინამდვილეში ჟურნალისტები. რა თქმა უნდა, თორე ხა ვინ მედიის წარმომადგენელი, ჩვენც მედია გვქვია, მაგრამ როგორ გვექცევიან თქვენთვის და ჩვენზე უარესადაც ექცევიან კიდე ბევრს, ვინც მათ თვალში არ მოსდით, ბუნებრივია. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის, კიდევ ყავს მაყურებელი, შეგვიძლია მოვისმინოთ შემდეგ აი მედიასთან დაკავშირებითაც თქვენი მოსაზრება და თან ნახოთ მეორე მაყურებელს რა პოზიცია ექნება და რა საკითხთან დაკავშირებით დაგვისვამს შეკითხვას. მოგესალმებით, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა მოგესალმებით. წარმატებებს. ბატონო თენგო, ძალიან კარგი რესპონდენტი გყავთ, ბატონო გიორგი.
მადლობა. ორთავეს გიხსოვს წარმატებებს, გიკავშირდებით მე იმერეთიდან და რეგულარულად უყურებს საერთოდ თქვენ გადაცემებს და ძალიან მომწონს როგორც მე, ასევე ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს მეგობრებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შეკითხვა ხომ არ გექნებათ ამ თქვენს მოსაზრებას ხომ არ გეტყვით? რა თქმა უნდა, თელ გადაცემას ახლა მე უსმენდი და მკვეთრად არის გამოხატული ტრამპის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეიყვანს ერთ ჯარისკაცსაც მაინც უკრაინაში. ეს ერთი. მეორე, რომ უკრაინის კონფლიქტი მთლიანად უნდა მიენდოს ევროკავშირის ქვეყნებს. ეს ორი. მესამე, ამ პოზიციების მკვეთრი გამოხატვის შემდეგ გერმანიამ და ინგლისმა სამოკავშირეებო და სამხედრო ხელშეკრულება დადეს ერთმანეთთან, რომლის დეტალები ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის. დიახ. შემდეგ აი კითხვა რაში მდგომარეობს იცით? თუ კი ტრამპი არ გაუშვებს არც ერთ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცს უკრაინის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში და ამ მოგვარებას გადაიბარეს მთლიანად ევროკავშირის ქვეყნები, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ეს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს ნატოს წევრ ქვეყნებს? ანუ იმ ორგანიზაციისას, რომელსაც მთლიანად ხელმძღვანელობს. ამაზე გუშინ ბატონო ძალიან ზუსტი პასუხი გასცა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, იმიტომ რომ გაჩნდა ეს შეკითხვა ბუნებრივია და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯარები, ანუ ვინმე სხვა მესამე ქვეყნის ჯარები, რომლებიც იქ სამშვიდობო მისიით განთავსდებიან, არ შეასრულებენ ნატოს, იქ ვერ განთავსდებიან ნატოს ეგიდით და მათზე თავდასხმის შემთხვევაში არ ამოქმედდება მეხუთე მუხლი. ანუ ეს ხალხი იქნება იქ უბრალოდ აი ფრანგი ჯარისკაცის სახელით, თუმცა ის ნატოს წარმომადგენელი ვერ იქნება. მე ერთმანეთს ბაზონთეკო, მაგრამ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი ამერიკელების დანაპირები როგორ შესრულდება, გეთანხმებით აბსოლუტურად. მაგრამ ბატონო გიორგი, აქ არის ერთი პოზიცია, საქართველოს პოზიცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რადგანაც ჩვენ იმ გეოპოლიტიკურ საფრთხეში ვზივართ, სადაც ავართ და აი ეს არ შეიცვლება. იმიტომ რომ ისეთი ქვეყანა, რომელიც საერთოდ ჩვენ გვესაზღვრება ჩრდილოეთით, არის რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ აქვს და ურთიერთობები არ აქვს. ეს აუცილებლად უნდა დაალაგდეს, როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა, მაგრამ ვისი იმედი უნდა გქონდეს ჩვენ, როდესაც ჩვენ ყოველთვის გავყვირივართ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებით უნდა ვისარგებლოთ და ევროკავშირის რეკომენდაციებით უნდა შესრულდეს საქართველოს ყველაფერი. აი ბატონო გიორგი მიპასუხეთ ამაზე ძალიან ხო დათვლებით. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის დაგემშვიდობებით. იცით რა არის? ასე იგი საქართველოს რომ შეცვალოს თავისი, ასე ვთქვათ, საგარეო კურსი, ამისათვის საჭირო არის რომ მთავრობამ გამოძებნოს რესურსი იმისათვის რომ ეს ნაბიჯები გადადგას და გათავისუფლდეს დასავლეთის წნეხისგან. იქ რასაც მოითხოვენ ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, რომ გაგრძელდეს ეს კურსი და იგივე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რაც ხდება საქართველოში და მოითხოვს, ანუ იმედი აქვს, რომ საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ კურსს. Ну, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნები იქნება და ასევე ევროკავშირის იგივე რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 120 მილიონის ტრანში იქნა გამოყოფილი და ამასაც უუქმებენ. ანუ ესეთი, ასე ვთქვათ, სანქციების ენით მიდის საუბარი, რეზოლუციები ყოველთვე მიიღება რეზოლუციები და წნეხი იზრდება, ხო? აქციები გრძელდება და აქ ერთადერთი საშუალება აქვს საქართველოს და იმედია, რომ კიდევ იმეორე გამოძებნიან რესურსს, რომ დაიწყონ პირდაპირ დიალოგი რუსეთთან, ამისათვის უნდა აღდგეს ჯერ დიპლომატიური ურთიერთობები და რა თქმა უნდა გაწევრიანდნენ, ანუ საქართველოს უნდა გახდეს
ასე ვთქვათ, იმ 3+3 ფორმატის მონაწილე, სადაც შეიძლება ნებისმიერი დისკუსიის წამოწყება და საკითხების დაყენება ის რომელიც საქართველოსთვის არის ყველაზე საჭირო და ასე ვთქვათ, გადასაწყვეტი არის, ხო? აი ეს ფორმატი 3+ ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული და შემდეგ უკვე რესურსებზე როდესაც ვსაუბრობთ რაზე ვიძახით, ხო? ჩვენ უნდა ვიყოთ სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი და რაც საქართველოს მოსახლეობას ასე ვთქვათ ჭირდება ის პოლიტიკა უნდა გატარდეს. აი რა დგას იმის უკან რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, ხო? სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქმება, მაგრამ ამაზე არ ჩაურმავდები, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. და აუცილებელი არის. სხვაგვარად, აი სხვა მექანიზმი არ არსებობს. თუ არა და ჭირში ვიქნებით. ზარი გვაქვს ისევ ეთერში, მაყურებელი შეგვიძლია შემოვიყვანოთ. გამარჯობათ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მოგესალმებით, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის, მადლობა რომ გვირეკავთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მე მაქვს ესეთი შეკითხვები. ეს არაჭორის დონეზე. უბრალოდ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ცხოვრობს ამერიკის საერთაშორისო შტატებში და მაგითი ნათქვამი ეკონომიკა დღე ვარდება და სუსტდება ამერიკის. ჩემის აზრით, ტრამპის ეს განცხადება, რომ უნდა შემოერთოს კანადა და მექსიკა, ეს იმას ნიშნავს, რაც შეიძლება მე ვწდებოდე, მაგრამ აღორძინდეს მაგითი გაძლიერდეს უпростоრეთ მაგითი ეკონომიკა ამ სახელმწიფოების ხარჯზე და გაკეთდეს რაღაცა ნიმუში კი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის რაც იყო საბჭოთა კავშირი. კი ბატონო. აი რაღაც ესეთი მგზავსი ძლიერი სამი სახელმწიფოს კოალიციის შექმნა უნდა ტრამპს. და ეს რასაკურველია მისცემს იმის საშუალებას, რომ ეს რასაც ქვია სკვაზნაია ეკონომიკა ეკნება მაგას გავლილი შიგა ბაზარზე. ეს ერთი. მეორე ის რომ რა ქვია, ჩემი აზრით ევროპას ეხლა ჭირდება აი ესეთი ამღრეულ წყალში დაიჭიროს თეთრის ოქროს თევზი იმისათვის რომ გამდიდრდნენ ცალკეული დიპლომატები, სენატორები და ამის შემდეგ უკვე რა იქნება საქართველოს რა ბედი ეწევა, ამას არავინ არ კითხულობს. ჯერ ერთი ორი მაშინ ისეთი წყალს აღებული პიროვნებებიც არ არიან, ეს არიან გამყიდველები, ერის მოღალატეები და ბევრი ეპითეტების შეიძლება თქვა რომ ჩამზადდნენ იქა და რაღაცა სისულელებს, ჯერ ერთი ეს გირჩი ხო საერთოდ ადამიანს ნორმალური ადამიანი არც დაელაპარაკება. მეორეც იგივეა. მაშინ დადიოდნენ აი მათხოვრებისავით რაღაცა სურათებით რაღაც ისინი არც ერთს არ აქვს არგუმენტი რომ წარმოადგინოს საქართველოს. კითხვა გასაგებია ბატონო, შემიძლია უპასუხო. ბატონო? დიდი მადლობა. თქვენი კითხვა გასაგებია, შემიძლია უპასუხო. დიდი მადლობა ბატონო ზარისთვის. კითხვა გასაგებია არის რესპონდენტისთვის და კი, შეგიძლიათ უპასუხოთ. იცით რა არის, აი ტრამპმა რო განაცხადა, რომ ესე იგი კანადას იერთებს და გრენლანდიას იერთებს და რა თქმა უნდა ეს ეკონომიკური გათვლა იყო, კანადიდან ყოველდღიურად შეერთებული შტატები ყიდულობს დაახლოებით 4 მილიონ ბარელ ნავთობს, რაც მისთვის აუცილებელი არის, იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტზე არის დამოკიდებული და დაახლოებით 9 მილიონი ბარელი ჭირდება დღეში. და თუ კანადას შემოიერთებს, რა თქმა უნდა 40%-ით შემცირდება ის იმპორტი და აღარ იქნება დამოკიდებული, მაგრამ კანადამ მიპასუხა ამაზე იმით, რომ ის განახორციელებს დივერსიფიკაციას ნავთობისა, ანუ სხვა ქვეყნებზე გაყიდის და აი ამ ცდელობას კანადის შემოერთებისა კანადამ უპასუხა ამით, ხო?
ესე იგი სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ რომ გამოვიდნენ შეერთებული შტატების წნეხიდან, ისინი პირდაპირ დგავენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული არის ვაშინგტონის წინააღმდეგ. ანუ მსოფლიოს აღარ ეშინია ყოფილი ჰეგემონის ვაშინგტონის და დღეისათვის იმ ტრამპის, რომელიც ცდილობს რომ დაუბრუნოს შეერთებულ შტატებს ჰეგემონია, არც ეშინია, აღარც სჯერათ და სიმართლე გითხრათ, მეც არ მჯერა იმისა, რაც დღეს თუ გუშინ განაცხადა ტრამპმა მშვიდობიან გეგმასთან დაკავშირებით. აი როდესაც უკვე დაიწყება პროცესი, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იგი დასავლეთში მიხვდნენ, რომ კონფრონტაციით მათ თვითონვე ზიანდებიან, აღარც აქვთ კონფრონტაციის ძალა და მათ ისინი როგორც დამარცხებული მხარე დათანხმდებიან მშვიდობიან ხელშეკრულებას და დაიდება ასე ვთქვათ ზავი, ანუ გრძელვადიანი ზავის სახით და ეს როგორც იყო იალტა ორის დროს, რაზეც მე ვისაუბრე გადაცემის დასაწყისშიც და სოციალებში დავდე პოსტი და ეს ჩემი აზრით წლის ბოლომდე მოხდება, მას შემდეგ რაც უკრაინაში ჩატარდება არჩევნები და უკრაინას ეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც შეძლებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი მოაწეროს და დათანხმდეს იმ პირობებს, რომელიც იქნება წარდგენილი, ასე ვთქვათ, ტრამპისა და ანუ საუდის არაბეთში ვლადიმერ პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებების შედეგად, რაც იქნება, ასე ვთქვათ, მიღწეული, იმაზე უბრალოდ კიევის მხარე ხელს მოაწერს და ამის დასრულდება, ხო? ეგ თქვა კიდე სხვათა შორის ტრამპმა, კითხეს მას, რომ ზელენსკის თან დაკავშირებით, რამდენად ზელენსკი დათმობს მიწებს, რომელიც აქვს უკვე რუსეთს დაკავებული და მარტივად უპასუხა ტრამპმა, ზელენსკი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. როგორც ჩანს, მართლაც ასე იქნება და ყველანაირი ილუზია იმ ხრივ, რომ არიქა ეხა უკრაინის გარეშე არ დაველაპარაკებით რუსებს, სად არის ის ხალხი, აკია ბარბაქაძე მაინტერესებს, ეხა სად არის და რა შვება, აი ძალიან საინტერესოა და მისი თანამოაზრეები. მოდით ბოლოზარი დღევანდელ ეთერში შემოვიყვანოთ, მაყურებელი გველოდება და მოვისმინოთ მის პოზიციას. გამარჯობათ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გიორგი. მოგესალმებით. უბრალოდ გძელდება საქართველოში რიტორიკის დონეზე ეს ყველაფერი, ვიცომ, კონსერვატორები გახდნენ, ვიცომ, პატრიოტები, მაგრამ ერთი ნაბიჯი არ იძლევა რა, იგივე სიტუაცია განათლების სისტემაში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციიდან ჯარმოდან გამოიყვანა. პირველი რაც გააკეთა ერთ-ერთი პირველი ტრამპა ამ საზღვარი ორგანიზაციიდან ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად იგივე გრძელდება, უბრალოდ რიტორიკა შეიცვალა, მეტი არაფერი. ჩემი აზრია, ალბათ მომხდარა უკვე კავკასიას, რა თქმა უნდა, პუტინის და ტრამპის მოლაპარაკების თავისთავად ხადია გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთს დარჩება და დრო არ შეიცვალოს საგარეო კურსი. ასე კი ბატონო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საგარეო კურსის პრობლემის დრო დიდი ხანი არის, უბრალოდ ეს იძულებით მოგვიწევს თუ რაციონალურად ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, ეს არის ალბათ აქ მთავარი საკითხი, თორე საბოლოოდ ეგრე მოხდება, ეგ რუკაზე ხატია, რომ სხვაგან ვერ ვიქნებით, ჩვენ აქ ავართ, სადაც ვართ, ხო? რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალია, ეს გეოგრაფიული მდებარეობა, ეს არის იდეოლოგიური ქართველებიც და რუსებიც მართლმადიდებლები არიან და მართლმადიდებლები ვართ და ასე ვთქვათ, ჩვენი საერთო ინტერესი არის ორივე ქვეყანას საერთო ინტერესი აერთიანებს და მტრებით საერთო ყავდა, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე საუკუნე მხარდამხარ ვიბრძოდით, ხო? და დღეისათვისაც იგივე სიტუაცია არის კოლექტიური დასავლეთი, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ოპონენტი და მტრადაც შეიძლება ასეც არის, მტრები არიან, იგივე შეერთებული შტატები იქნება ეს თუ ევროკავშირი, ხო? და აი ბატონმა რაც ბრძანა, რომ ესე იგი ჯანმოსთან დაკავშირებით ტრამპმა გამოიყვანა, რაც წეღანაც თქვი, რომ ტრამპმა გამოიყვანა შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, მაგრამ მან არც კი დააინიცირა ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადაეფორმატირებინა. ანუ გამოიყვანა იქიდან ისეთი მარგინალები და
ასე ვთქვათ, ანტიადამიანური პოლიტიკის გამტარებლები ჯანდაცვის მიმართულებით, როგორც არის ფაუჩი, როგორც არის ბილ გეიტსი, რომელთანაც უკავშირდება ისეთი ანტიადამიანური პროექტები, ну, არ ვიცი, ახლა ჩამოთვლას 1 საათი დამჭირდება, ხო? და რატო არ გადააფორმატირა? ხო, გამოიყვანა შეერთებული შტატები, მაგრამ დანარჩენმა მსოფლიომ რა ქნას, ხო? ხო, შეიძლება რომ გადაეფორმატირებინა, ან საერთოდ გავეუქმებინა, გამოსულიყო ინიციატივით, რომ გაეუქმებინა ჯანმო. ასეთი რაღაც არც კი ქონია გეგმაში. იგივე USAID, ხო? რატო არ გააუქმეს საერთოდ? თუ ის იქ არის ყველა ჩინოვნიკი არის დამნაშავე, თუ USAID არის დამნაშავე ორგანიზაცია, მაშინ ან გაეუქმებინათ, ან კიდევ დაწყებულიყო სასამართლო პროცესები იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ახორციელებდნენ მათ შორის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აფინანსებდნენ, აორგანიზებდნენ. ასევე სხვა ინსტიტუტების მიმართულებით იგივე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც გვავალდებულებს ჩვენ, რომ არ დავაწესოთ გადასახადი შემოსულ პროდუქციაზე და ეს პირდაპირ, ასე ვთქვათ, ურტყავს იმას, რომ საქართველოში ვერ ვითარდება ბიზნესი. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად თურქეთიდან შემოსული პროდუქცია იმდენად კონკურენტუნარიანია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები კი ბატონო, იმდენად, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანია, რომ ადგილობრივი პროდუქცია ვეღარ ვითარდება, საწარმოები ვერ ვითარდებიან და ვერ იწარმოება ის პროდუქცია, რომელიც გაცილებით ნატურალურია, ვიდრე იგივე თურქული პროდუქცია, ხო? და თურქეთს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა მათ შორის იმ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ასე ვთქვათ, იმ წესდებიდან გამომდინარე და შესაბამისად ხორციელდება საქართველოში აი ეს ასეთი პოლიტიკა, რომელიც საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ერთადერთი გამოსავალი ის, რომ უნდა გამოვიდეთ აი დასავლური ინსტიტუტებიდან რა. იგივე ეკონომიკური ასე ვთქვათ, ფედერალური სარეზერვო სისტემა იქნება ეს თუ სხვა მსოფლიო ბანკი იქნება ეს თუ მსოფლიო სავალუტო ფონდი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კურერება მოახდინოს საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ну, მაგალითად, იგივე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ ამოქმედეს ეს რეზოლუციაშიც იყო სანქციები ამოქმედეს, ხო? პირდაპირ წნეხი მიდის ყველა მიმართულებით და ჩვენ უნდა გამოვიდეთ აი ამ დასავლური, ასე ვთქვათ, დიქტატიდან, ლიბერალური დღისწესრიგი საქართველოში უნდა დასრულდეს და ეს არის მთავარი, რაც უნდა მოხდეს საქართველოში და მთავარი მექანიზმი ის არის, რომ თბილისმა დაალაგოს ურთიერთობები მოსკოვთან და მოგვარდეს ის ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს იგივე მაგალითად 3+3 ფორმატის საშუალებით. აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და ისტორიული სამოკავშირე ურთიერთობები, ხო, რაზეც ჩვენ ყოველ გადაცემაში ვიმეორებს და იმედია, რომ ჩვენ საუბარი იგივე, ну, ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს გვიჭერს. ერთსულოვნება არის ფაქტიურად, ну, ჩემი აზრით 70%-ზე მეტი ამ აზრის არის და იმედია, რომ საქართველოს მთავრობა გამონახავს იმ რესურსს, რომ ეს ნაბიჯები იქნას გადადგმული. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ბატონ გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობას გადავხდი ასევე მაყურებელს, რომელმაც ძალიან იაქტიურა და თავისი მოსაზრებებით ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩვენი დღევანდელი გადაცემის. დიდი მადლობა მაყურებელს, მართლაც საინტერესო კითხვები იყო. და ნუ ჩვენს პირობას ვდებთ, რომ მომავალში, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო თემებით და კონკრეტული საკითხებით წავსდგებით, სადაც ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც კონკრეტულად მოსახლეობას აღელვებს და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც სხვა იგივე ლიბერალურ მეინსტრიმ მედიებში, ასე ვთქვათ, არ არის საუბარი და აუცილებელია, რომ მოხდეს საინფორმაციო გარღვევა და ჩვენ ვთქვათ, რა თქმა უნდა, სიმართლე, რაც ობიექტური გარემოებიდან არის განპირობებული. კი ბატონო, დიდი მადლობა დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს, შევახსენებთ მაყურებელს, რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით დღევანდელი გადაცემისთვის და დაგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. დიდი მადლობა, ნახვამდის.